აშშ-სა და ირანს შორის ომის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღარ გაგრძელდება და რეგიონი ახალი ომის ფაზისთვის ემზადება. ირანი საჯაროდ დასცინის ტრამპის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე ან ჰორმუზის სრუტის კონტროლზე. და ამ ფონზე ვაშინგტონის მხრიდან ძალიან უცნაური მოვლენები ხდება. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ JD Vance და ამერიკული დელეგაცია, რომელიც ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობს, გზაში არიან პაკისტანისკენ და მოსალოდნელია, რომ რამდენიმე საათში დაეშვებიან. თეირანში განაცხადეს, რომ საკუთარი მოლაპარაკეები ისლამაბადში არ გაუგზავნიათ და საერთოდაც ისინი ვერ ხედავენ აზრს შეხვდნენ ამერიკელებს, რომლებიც თითქოს ამჟამად პაკისტანში მიფრინავენ. ამის შემდეგ ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის პირადად შეხვდეს ირანელებს, რათა შეთანხმებას მიაღწიონ, თუმცა ამატებს, რომ ზავის გაგრძელებას არ აპირებს, ხოლო ზავი შეგახსენებთ 21 აგვისტოს საღამოს იცურება. ირანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ არ აღიარებს აშშ-ისგან წამოსულ არც ერთ ულტიმატუმს და არ აპირებს თავისი გამდიდრებული ურანის გადაცემას ამერიკულ მხარეს, ან რაც მნიშვნელოვანია, სხვა რომელიმე ქვეყანას და მოლაპარაკებებზე დაბრუნებასაც არ გეგმავს. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, თოდ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ, დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ გამოშვებას ქვეშ და გამოიწეროთ ჩემი ტელეგრამ არხი პეჩი ნიუსი. ბუმული აღწერაში. ამ ვიდეოს ქვეშ ასევე არის ბმულები, თუ როგორ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ ამ YouTube არხის მუშაობას, მადლობელი ვიქნები ნებისმიერი თქვენი შემოწირულობის ან სპონსორობისთვის. მოკლედ, დონალდ ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა, რომ არ გაახანგრძლივებს ცეცხლის შეწყვეტას ირანთან. ამიტომ ირანს აქვს ოდნავ მეტი, ვიდრე ერთი დღე შეთანხმების დასადებად. მაგრამ არანაირი ნიშანი არ ჩანს იმისა, რომ ირანი მზად არის მოლაპარაკებებისთვის. და მოიჩა ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოთ და ყველაფერს თანმიმდევრულად განვიხილოთ. დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი JD Vance უხელმძღვანელებს ამერიკულ დელეგაციას ირანთან მორიგი მოლაპარაკებების რაუნდზე ისლამაბადში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასრულებამდე, რომელიც სამშაბათ საღამოს მთავრდება. მაგრამ ამ ვიდეოს გამოქვეყნების მომენტისთვის დელეგაცია უკვე დაეშვა ისლამაბადში. თუ დაუჯერებთ დონალდ ტრამპის წინასწარ განცხადებებს, რომელიც ამბობდა, რომ ისინი უკვე მიფრინავენ. ისევე როგორც წინა შემთხვევაში მოლაპარაკებებმა შეიძლება ბოლო მომენტში შეთანხმების მილიც მიღწევის შესაძლებლობა შექმნას, ან სულ მცირე გახანგრძლივდეს ზავი. თუმცა ირანს ჯერ არ დაუდასტურებია თავისი მონაწილეობა და ეშინია, რომ ეს უბრალოდ თეთრი სახლის ხრიკია. ხოლო ერთი დღის წინ ტრამპი დარწმუნებით აცხადებდა, რომ შეთანხმება თითქმის უკვე ჯიბეში აქვს. ციტატა: იცით, თავს კარგად გრძნობ. შეთანხმების კონცეფცია უკვე შემუშავებულია. ვფიქრობ, ძალიან კარგი შანსები გვაქვს, რომ დავასრულოთ იგი. მაგრამ აი ირანის ოფიციალური პირები მეორე მხრივ ამცირებენ მოლოდინებს და როგორც ჩანს ეჭობენ, რომ ტრამპის საუბრების შეთანხმებაზე შეიძლება მოულოდნელის დასაფარად იყოს. ამ გამოშვების ჩაწევის მომენტისთვის ირანის ოფიციალურ პირებს არ დაუდასტურებიათ, რომ ისინი მოლაპარაკებებს ისლამაბადში აგზავნიან და რამდენიმე ირანელმა ჩინოვნიკმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ტრამპის ნამდვილი განზრახვა შეიძლება იყოს ომის განახლება და არა მოლაპარაკებები. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ უარყო ინფორმაცია დაგეგმილ მოლაპარაკებებზე და განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნები უსაფუძვლო და არარეალურია. პოზიციების ხშირი შეცვლა, მუდმივი წინააღმდეგობები და მიმდინარე ბლოკადა არტოვებს აშკარა პერსპექტივებს ნაყოფიერი მოლაპარაკებებისთვის. და უკვე დღესდღისით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით გახდა ნათელი, რომ თეირანი ამ ეტაპზე მოლაპარაკებების განახლებას არ გეგმავს. ამავე დროს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ადრე სრუტე ვაშინგტონთან შეთანხმების ფარგლებში გაიხსნა, თუმცა გადაწყვეტილება ორ მიზეზის გამო გადაიხედა. ლიბანის მიმართულებით ზავის დარღვევების გაგრძელების გამო და ასევე აშშ-ის მხრიდან ირანული გემების საზღვაო ბლოკადის გამო. ირანის მხარემ ასევე კიდევ ერთხელ განაცხადა ვაშინგტონისადმი ნდობის არარსეობის შესახებ და გააკრიტიკა აშშ-ის მოქმედებები. გარდა ამისა, ირანმა განაცხადა, რომ არ აღიარებს აშშ-ისგან წამოსულ არც ერთ ულტიმატუმს და არ აპირებს თავისი გამდიდრებული ურანის გადაცემას ამერიკის ან სხვა რომელიმე ქვეყნისთვის. ამის შესახებ განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაიმ და შემდეგ მისი ციტატა: ირანის ისლამური რესპუბლიკა არ აღიარებს არანაირ ვადებს ან ულტიმატუმებს თავისი ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფის საკითხში. ირანი დაიცავს თავის ინტერესებს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. თუ აშშ-ს ან ისრაელის მხრიდან ახალი ავანტიურები იქნება, ირანის შეიარაღებული ძალები სრულად და გადამწყვეტად უპასუხებენ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, მიმდინარე ან წინა მოლაპარაკებების არც ერთ ეტაპზე
არ დასმულა საკითხი ირანის გამდიდრებული ურანის მარაგების გადაცემის შედაცემის შესახებ შეერთებულ შტატებისთვის, ან სხვა რომელიმე ქვეყნისთვის. და პრინციპულად ეს ვარიანტი დღის წესრიგში არ დგას ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის. ასეთი განცხადება. და ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა საჯაროდ გამოხატა დარწმუნებულობა, რომ მალე მშვიდობის შეთანხმება გაფორმდებოდა. და განაცხადა, რომ თითქოს ირანელები დათანხმდნენ ამერიკელებისთვის, გადაეცათ მთელი თავიანთი გამდიდრებული ურანი. ირანის ქმედებები მოხდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა უარი თქვა ჰორმუზის სრუტის ბლოკადის მოხსნაზე. ასევე მას შემდეგ, რაც თეირანმა განაცხადა, რომ აშშ-ში ახალი მაქსიმალისტური პოზიციები დაიკავა. და აი აქ არის ბოლო დღეების ყველაზე მთავარი მოვლენა. დონალდ ტრამპმა მოიწვია უჩვეულო შაბათის ხდომა თეთრი სახლის სიტუაციურ ცენტრში, სადაც ჩვეულებრივ განიხილავენ მომავალ სამხედრო ოპერაციებს. მალევე ამის შემდეგ ტრამპმა განაცხადა: თავაზობთ ძალიან სამართლიან და გონივრულ გარიგებას და იმედი მაქვს, რომ ისინი დათანხმდებიან, რადგან თუ არა, შეერთებული შტატები გამოიყვანს წყობრიდან ყველა ელექტროსადგურს და ყველა ხიდს ირანში. კარგების თამაში გვეყოფა. ისინი სწრაფად დანებდებიან, ადვილად დანებდებიან და თუ ისინი არ დათანხმდებიან გარიგებას, ჩემთვის პატივი იქნება გავაკეთო ის, რაც საჭიროა, რაც სხვა პრეზიდენტებს უნდა გააკეთებინათ ირანში ბოლო 47 წლის განმავლობაში. დადგა დრო შევაჩეროთ მკვლელობის მანქანა ირანში. დავასვამ მრავალ წერტილს. თქვენი აზრი და დასკვნები დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწყაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ მოწონების დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ნებისმიერი დონატით ან ფასიანი სპონსორული გამოწერით. როგორ უნდა გააკეთოთ ეს? ყველა ბმული და რეკვიზიტი მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქ ასე წერია: არხის მხარდაჭერა ალექსეი პეჩი. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ფორმატი, მადლობელი ვიქნებით თქვენ ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობა.